მოკლედ რამდენიმე დღის წინ მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ მქონდა ადრე ეს ვიდეო ფორმატები და ახლა მინდა რომ ისევ დავაბრუნოთ რო არ მქონდა და ახლა როგორც კი დრო მექნება მინდა რომ ისევ ჩემი ემოციები და შთაბეჭდებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ამ ვიდეოების ფორმატში გაგიზიაროთ და ამჯერად ჩემ თემა არის ნუცა ბუზალაძე რომელსაც რამდენიმე დღის წინ მქონდა კონცერტი ერთ-ერთ რეგიონში სადაც აიღო ჰონორარი 25000 ლარი მანამდე 18 კონცერტში და აი ამ ერთ-ერთი კონცერტის დროს იქ მცხოვრები რეგიონში მცხოვრები გოგოები ქალები მივიდნენ და უბრალოდ ხელშეჭირათ ფოტოები ნაცემი ადამიანების სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები ეჭირათ და უცებ ნუცამ სცენიდან ეს რომ დაინახა როგორ აკადრეს მას ეს იმის მაგრად რომ პირველი ადამიანური რეფლექსი რა გაქვს მაგ დროს რომ წუხილი რა როდესაც ამას ხედავ წუხილი გაქვს და ადამიანური რეფლექსი არის რომ აი წუხვარ ამბობ ამას მაგრამ აი რა ვიცი თუნდაც თქვი რომ მე რაშვაში ვარ მე კი წუხვარ ძალიან მაგრამ აი ნებისმიერი რამ თქვი იმის გარდა რაც თქვა ნუცა ბუზალაძემ სცენიდან და უცებ სცენიდან ნუცა ბუზალაძე აი 25000 ლარი რო აიღო კონცერტიდან აი მაგ სცენიდან და მაგ კონცერტიდან აი ამ ქალბატონებს დარწმუნებული ვარ ოღონდ რომ აი ამ ქალბატონებს უნერვიულიად კიდეც ნუცას წარმატებისთვის ალბათ SMS-ებიც გაგზავნილი აქვთ და ალბათ ძალიან გულშემატკივრობდნენ ამ გოგოს კონკურსებში იმიტომ რომ კონკურსების გარდა ჩვენ ეს გოგო არსად არ გვინახავს კონკურსების მოყვარალია ხო მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით უცებ ნუცა ბუზალაძე კივის რომ აი თქვენ ფულის გამო ყველაფერს კადრულობთ აი ფული იყოთ ფულია თქვენი мотиваცია ნუცა ბუზალაძე უნება აი ამ მართლა გაუცებულ განაწყენებულ გაბრაზებულ ადამიანებს რომლებსაც უბრალოდ უნდათ ენახათ ის ნუცა ბუზალაძე რომელსაც ოდესღაც გულშემატკივრობდნენ რომელსაც ოდესღაც უნერვიულიათ რომელსაც ოდესღაც გაუგაპირიქით გამარჯვების მოლოდინი და ეს რომ გონია რომ ეს დამთავრდა ახლა ეს რაღაცა ფულის წამოძახება თუ რაღაცა ფულის ტო ჯერ ესეთი ჩვენ ხო ადამიანების სხვებზე უშვებთ ზუსტად იგივეს რისი დაშვებაც საკუთარ თავში გვაქვს ხა მე რასაც არ გავაკეთებ და ჩემში რაც არის იგივეს თქვენზე ვერ წარმოვიდგენ ვერასოდეს გამორიცხულია ხო ეს არის ადამიანური ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ინსტინქტია რა რომ რაც შენში არსებობს იმას უშვებ ნებისმიერ ადამიანზე მაგრამ კაი გადავდოთ ახლა ეს გვერდზე მისი 25000-იანი და 18000 ლარიანი ჰონორარის და სხვისთვის იმის ძახილი რომ თურმე мотиваცია ფულია შემდეგი ეტაპი იყო ის რომ წამოგვაძახა რომ მე ბავშვობიდან თქვენს ქვეყანას ვასახელებ და აი თქვენ ესე მემექცევით ნუცა ბავშვობიდან გვახსოვ ხარ კონკურსებში შენ ხარ ის ადამიანი რომელიც იყავი ეს იქნება სატელევიზიო კონკურსები თუ ისე კონკურსები და კონკურსებში მომღერალს ჭირდება მისი მსმენელი მისი მოქალაქე ანუ მისი ქვეყნის მოქალაქე თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს ანუ ყოველთვის პირიქით ხდებოდა ანუ შენ იმ კონკურსებში გჭირდებოდით ჩვენ ვიყავით თუ არა ჩვენ შენი მსმენელები აი მე მაგალითად და ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ აი მე მაგალითად ხომ მიუხედავად იმისა რომ შენგან ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები მქონდა და მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ მსმენელი შენი მსმენელი ყოველთვის მოვუწოდებდი ჩემს გამომწერებს ინსტაგრამზე და შენ ეს ძალიან კარგად იცი იმიტომ რომ შენ ყველგან გთაგავდი ფეისბუქზე ყველგან ყველას მოვუწოდებდი რომ შენს გამარჯვებაში წვლილი შეგვეტანა ანუ შენ თუ იმარჯვებდი და შენ თუ ამ ქვეყნის დროშას აფრიალებდი ამაში წვლილი ჩვენც მიგვიწვის იმიტომ რომ კონკურსის სპეციფიკა ასეთი ჩვენს გარეშე იმ კონკურსის შემდეგ შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვიდოდი. და ამიტომ შენ ახლა ჩვენ გვამადლო საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ პლატფორმაზე. არა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასოდეს ჩემთვის მიზეზი ის, რომ შენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გქონდა არ გამხდარა და ყოველთვის ვიყავი ჩართული იმაში, რომ შენ გამარჯვება მიიღო და ამ შენი გამარჯვებით კონკურსიდან კონკურსში სიარულით მეტი წარმატება, მეტი ცნობადობა, მეტი ფინანსური შემოსავალი და ასე შემდეგ და ნუცა ნუ გვამადლი ნუ რაფერს, ნურციმ 25000 ლარიან კონცერტი ნურციმ 25000 ლარიან კონცერტს, ნურციმ 18000 ლარიან კონცერტს და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, აი შენ რომ ფულის გამო გაყიდულები ეძახე, დარწმუნებული ვარ, რომ მაგ ადამიანებსაც შენი გამარჯვებისთვის SMS-ები გამოგზავნილი აქვთ. 100% დარწმუნებული ვარ და ეს ამ ხელა ვიდეოები ხა ცოტა ჩავწერე. ერთი პატარა უწყინარი კომენტარი დაგიწერა Facebook-ზე და დამბლოკე. ანუ წაშალე კომენტარი, უწყინარი კომენტარი დაგიწერე და დამბლოკე ნუცა. და ოკეი ეგრე იყოს და ეგრე გააგრძელე შენ ბლოკე განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები შენი Facebook-იდან მაშინ როდესაც შენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის რომ შენ გაგემარჯვა ეს არის სიმართლე და იმედი მაქვს რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარწყვეს და რაღაცეებზე დაგაფიქრებს ახლა წარმატებები